მოგესალმებით. ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად ყოველთვის ყოველ წელს ვაშუქებთ ხოლმე გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ სტატისტიკა როგორი არის მიმდინარე წელს, რა სურათი გვაქვს დარღვევების მხრივ და რომელ უბნებში ვლინდება ყველაზე მეტი დარღვევა. პირველ რიგში მეც მოგესალმებით, მადლობას გეტყვით მოწვევისთვის და ასეთი მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის. ბოლო 9 თვის განმავლობაში 4700-მდე დარღვევა გამოვლენილი ჩვენი გადამოწმების შედეგად. მათ შორის ყველაზე საშიშად მოისაზრება, ანუ ყველაზე მეტი მაჩვენებელი არის ისანი სამგორი ვაზისუბანი ვარკეთილის რაიონში პირველ ადგილზეა დაახლოებით 1500-მდე დარღვევა, შემდეგი არის გლდანის ანზონის რაიონი დაახლოებით 1100 დარღვევა და მესამე არის ჩუღურეთი ნაძალადევის რაიონი დაახლოებით 900-მდე დარღვევა. ეს დარღვევის მაჩვენებელი აქ მოისაზრება, რომ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე რომ მივიდნენ და გადაამოწმეს, ისეთი ტიპის ხარვეზი გამოვლინდა, რაც საშიშროებას უქმნიდა ადგილზე მყოფ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რაზეც მყისიერი რეაგირება მოყვა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, ვინაიდან ზამთარი დაიწყო, აცივდა და გაზის მოხმარება უფრო აქტიური ხდება ჩვენი მოხმარებლების მხრიდან, გარკვეული რჩევები კარგი იქნება თუ გარკვეულ რჩევებს გავითვალისწინებთ. დამონტაჟებული დანერგები. აი თუ შეიცვალა რამე ამ ხრივ და ახლა რა პრობლემებს აწყობს? ზოგადად დარღვევის ბევრი ტიპი არსებობს, ანუ ერთსფეროვანი არ არის დარღვევა, სხვადასხვა მიმართულებით არის. ყველაზე პრობლემური რაც ჰქონდა წინა წლებში ეს იყო ღიაკამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟი საცხოვრებელ ფარჯში. თუმცა ამას გარდა სხვადასხვა ტიპის დარღვევებს მაინც ვაწყდებით. ეს უბრალოდ არის ისეთი ტიპის დარღვევა, როცა აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევა უმეტესწილად ფატალურად მთავრდება. მაგრამ ასევე არის შიდა ქსელის გაუმართავობა, ანუ გაზგაყვანილობის არასწორი გაყვანა, გაზის დანადგარების არასწორი მოხმარება, ამ ტიპის დარღვევებსაც ვაწყდებით ხოლმე. აქვე აღნიშნავ, რომ ამ წლების მუშაობამ, ესე რომ ვთქვათ, კომპანიის თანამშრომლების მუშაობამ საკმაოდ ეფექტი გამოიღო, რასაც ქვია ღიაკამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟი, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული. თუმცა სხვა გამოწვევებსაც ვაწყდებით. ქსელის არასწორი მონტაჟი, არასწორი გაყვანა, დანადგართან უყურადღებოთ მოპყრობა, სიტყვაზე გასქურაზე რაღაცა ვამზადებ და გავედი სახლიდან ისე რომ არ მივაქციე ყურადღება 1 საათი 2 საათი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის უარყოფითი შედეგები. მიმდინარე წელს მოწამვლის გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა თუ შეგიძლიათ? ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, უბრალოდ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ შემცირებულია. წინა წლებთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია. გარდაცვალების ფაქტი თუ ვცდები 1 თუ 2 იყო, მეტი არა, როცა წინა წლებში წელიწადში შეიძლება 20-იც ასულიყო. ეს მაჩვენებელი დინამიკა იკლებს ზოგადად ამ მიმართულებით. ჩვენი მუშაობის, ალბათ კომპანიის თანამშრომლის მუშაობის შედეგი არის, აქტიურად ვცდილობთ, რომ გადავამოწმოთ. თუ სადმე გვეგულება, რომ დარღვევა არის, იქ ორმაგაც მივდივართ. საერთოდ გასუწყვიტავთ ხოლმე აბონენტებს თუ რამე დარღვევა აქვს და ერთხელ დანადგარი ჩაუხსენით არ გაითვალისწინეს, მეორეჯერ უკვე გაზის მიწოდების შეწყვეტა ხდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვასწორებინოთ ხარვეზი, ესე რომ ვთქვათ. იცით, ეს უბნები რაც ჩამოთვალეთ, ამას ციფრები გვეუბნება, რომ გადამოწმების შედეგად უმეტესი წილი ამ უბნებზე მოდიოდა. ერთი ამ ნაწილში გარემო ფაქტორი კიდე ის არის, რომ გაქირავებული ბინები.
ჩვენ ადრეც საუბრობდით და ახლაც გვაქვს ეგ პრობლემა, რომ უმეტესწილად დარღვევები მოდის გაქირავებულ ბინებზე. ანუ ვიღაცა მივიდა, დაიქირავა ბინა, მაგრამ არ შეამოწმებინა გაზის შიდა ქსელი. თვითონ გამქირავებელმაც ყურადღება არ მიაქცია იქ რა მდგომარეობაშია, ვინაიდან შეიძლება თვითონ არ ცხოვრობს. ერთ აქცენტს გავაკეთებდი, რომ თან ზამთარიც დაიწყო, აცივდა და გაზის მოხმარება აქტიური ხდება. ასევე ყველას მოგვეხსენება, თბილისი აქტიურადაა დატვირთული, ჩვენი სტუდენტები ჩამოდიან, ხო? ამ სეზონზე ბევრმა ჩააბარა და რეგიონებიდან ბევრი მოდის. ერთ SMS გავაგზავნიდი ჩვენი რჩევა იქნებოდა, რომ ის ხალხი, ვინც ეხლა პირველად ჩამოვიდა ბინა იქირავა, აუცილებლად მოითხოვონ გადამოწმება. ჩვენ ცხელხალზე რო დარეკავენ 2-40-40-04, თუნდაც უთხრან, რომ აი ახალი ჩამოსული ვარ, ეხლა ვიქირავებ ბინა და თუ შეიძლება მობრძანდეთ და გადაამოწმოთ ჩემი გაზის ქსელი და დანადგარები, რამდენად უსაფრთხოდ არის დამონტაჟებული. ჩვენი სპეციალისტები, რა თქმა უნდა, ადგილზე მივლენ, შეამოწმებენ და თუ რაიმე ხარვეს აღმოაჩენენ, რეაგირებასაც მიიღებენ და ინსტრუქციებსაც მისცემენ შემდგომი რეაგირება როგორი უნდა იყოს. ისიც გითხარით, ფასიანია თუ არა? უფასოა, ეს მომსახურება არის უფასო. უბრალოდ ცხელხაზე უნდა დარეკონ 2-40-40-04 და მოითხოვონ ტექნიკური ხარისხის შემოწმება. აი ამ ტიპის განაცხადი რომ გააკეთონ და რა თქმა უნდა უფასოა. ჩვენ წინასწარ დაუკავშირდებით, დროზე შევუთანხმდებით, როდის იქნებიან სახში და იმის მიხედვით მოხდება შემდგომ გადამოწმება. პირველ რიგში მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ სანამ გაზის დანადგარებს ჩართავდნენ, ანუ გათბობის მიზნით დაიწყებდნენ გამოყენებას, მანამდე დარწმუნდნენ, რომ ის გაზის დანადგარი სწორად არის დამონტაჟებული. ამაში როგორ უნდა დარწმუნდნენ? თვითონ ხო ყველას არ ექნება ეხლა ამ მიმართულებით კომპეტენცია, ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ, როგორც აღნიშნეთ ცხელხაზე და ტექნიკური ხარისხის შემოწმება მოითხოვონ და ჩვენი მხრიდან ეს მომსახურება უფასოა. მეორე კიდევ რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, თვითონ დანადგარის მოხმარების დროს უნდა იყვნენ ყურადღებით, ანუ ღიად ანთებული ესეთი გასქურა და ამ ტიპის დანადგარები უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ, ფართი ხშირად უნდა გაანიავონ და დარწმუნდნენ, რომ მათ ბინაში არ არის ღია კამერიანი გაზის დანადგარი დამონტაჟებული. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც შეიძლება ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ და მივცეთ ინფორმაციის სახით. გაზის ანუ მომართვის კარგი შეკითხვა დასვით, მომართვა შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. ერთი, როცა გაზის სუნი გვცემს, ამ შემთხვევაში 114-ზე უნდა დავრეკოთ. ესაა სწრაფი რეაგირების სამსახური და ამ შემთხვევაში დროულად არის ადგილზე მისვლა საჭირო. თუ გაზის სუნი ვიგზენით, მაშინ 40-40-04-ს ავკრიფავთ, უნდა ავკრიფოთ ტელეფონზე 114, მაგრამ თუ მომსახურება გჭირდება ისეთი რაღაცის გადამოწმება, რაღაც ტექნიკური ხარისხი, უბრალოდ სუნს არ ვცნობ, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ მაინტერესებს, ამ შემთხვევაში უკვე ცხელი ხაზის ნომერზეც შეიძლება 40-40-04 და იქ, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ თუნდაც ცხელი ხაზის ნომერზე ვინმე რო დარეკოს და იქ აღნიშნოს გაზის სუნი, ის ავტომატურად სტატუსს შეიცვლის, სწრაფი რეაგირების სამსახურში გადავა და იქედან მოხდება რეაგირება. და აქვე დამატებით ვიტყვი, რომ როცა ჩვენი აბონენტები რეკავენ და ტექნიკური ხარისხის შემოწმებას ითხოვენ, რას მოიცავს ჩვენი მხრიდან ეს ტექნიკური ხარისხის შემოწმება? ეს არის ადგილზე მისვლა, გაზის შიდა ქსელის და გაზ დანადგარების შემოწმება უსაფრთხოებაზე და ტექნიკურ ნორმებზე. ანუ რამდენად გამართულად არის დამონტაჟებული, ქსელი რამდენად სწორად არის დამონტაჟებული და გაზის გაჟონვას ხომ არ აქვს ადგილი. უბრალოდ ჩვენს მომხმარებლებს რომ არ შეეშალოს, ყოფილა ხოლმე ადრეც და მცირე, მაგრამ მაინც გვაქვს ხოლმე, ითხოვენ ჩვენი მხრიდან გაზის დანადგარის ჩართვას. ასეთი მომსახურება ჩვენ არ აქვს.
ის გაზის გამათბობელი რო არის, იმის ჩართვას ჩვენ არ ვახორციელებთ. ანუ ჩვენ უბრალოდ ვამოწმებთ იმის მონტაჟი რამდენად სწორად არის და უსაფრთხოდ არის, თორე უშუალოდ დანადგარი ზამთრის წინ ჩაირთოს, ეგეთი რამე ჩვენ არა გვაქვს ეგ მომსახურება. ამ შემთხვევაში ალბათ იმ მაღაზიას უნდა მიმართონ, საიდანაც მოხდა ამ დანადგარის შეძენა. კი. უფრო ეკონომიურად რომ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი, აქ მთავარი პრინციპი რა არის? პატარა შესავალს გავაკეთებ, ანუ ჩვენ ზოგადად გაზს რატო ვყიდულობთ მომხმარებლები, იმიტომ რომ გაზისგან ჩვენ სითბოს ვიღებთ, ხო? ცეცხლი ეკიდება და სითბოს გვაძლევს. და ამ სითბოს ვიყენებთ უკვე ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით. იქ საჭმელს ვამზადებ, წყალს ვაცხელებ, რო ვიბანაო და ზამთრის ცივ სეზონზე სახლის გათბობას ვცდილობ. აი ზუსტად ეს სითბო სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ეკონომიურად გაზი მოვიხმაროთ. სწორად გამოყენება რას გულისხმობს? აი ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო ნათელი იყოს, თუნდაც გამათბობლის ახლოს დადგმა რაიმე ავეჯის, ან თუნდაც დივნის, ესეც კი აფერხებს სითბოს განაწილებას ოთახში და უფრო მეტ რაოდენობას მოიხმარს გაზს. ვინაიდან ეხლა წარმოიდგინეთ გაზის გამათბობელი, ან თუნდაც ცენტრალური გათბობის წყლის რადიატორები რაც არის, ხომ? მაგას რომ პირდაპირ დივანს მივადგავთ, გარკვეული სითბო ამ დივანმა წაიყო, ხომ? და მიაკიდევაც. აი ამ სითბოს განაწილება უკვე ნაკლებად ხდება სახლში და ის დანადგარი უფრო მეტ გაზს მოიხმარს, რომ იმ ტემპერატურამდე ავიდეს, რაზეც გვაქვს მითითებული. ასევე სახლის ჰერმეტულად შეკვრა, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. თუ ბევრი ესეთი ბოდიში ხრელი არსებობს, საიდანაც ცივი ჰაერი შემოდის სახლში, მაშინ რა თქმა უნდა, გაზიც მეტი გჭირდება, რომ ის სახლი გავათბოთ და ძალიან ბევრი ფაქტორი არის. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მცირე დოზით, მაგრამ საერთო ჯამში მერე დიდ ეფექტს ახდენს ხოლმე. ძირითადი რჩევა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ სახლი იყოს ჰერმეტულად შეკრული, რომ ეს სითბოც ეფექტურად, ამ სითბოს ეფექტური გამოყენება მოხდეს. და ერთს დავამატებდი, ბარემ ეს მესიჯიც გავუშვათ ჩვენს მომხმარებელთან, არაფრის დიდებით არ შეიძლება გაზქურის გამოყენება გათბობის მიზნით. ადრე იცოდნენ ხოლმე და შეიძლება ეხლა ვინმეც აკეთებდნენ ეს გაზქურის სანთურაზე დადებდნენ ხოლმე აგურს, ეს აგური თბებოდა და მე ამით ცდილობდნენ სახლის გათბობას და ეს არაფრის დიდებით არ შეიძლება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჟანგბადი მიაქვს ამ ანთებულ სანთურას, ის ჟანგბადი მიაქვს, რითაც ჩვენ იმ სახლში უნდა ვისუნთქოთ და ძალიან ბევრი უბედური შემთხვევები დამდგარა აი ამ მეთოდით, ვისაც გაუთბია სახლი, ესე რომ ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ. მადლობა თქვენ.